22 წლის ვიყავი, როცა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე. დიპლომში სპეციალურად ქიმიური ტექნოლოგია მეწერა. ცხოვრებამ კი სულ სხვა ტექნოლოგიის სწავლა მაიძულა. გადარჩენის, სამთრის ცივი დილა, ძველი სახლი, შეშის ხუმელი, ბუხარი, ეზო, ჭა. ძველი ხის ორსართულიანი სახლის წინ, ზედა სართულზე, ხის წვრილფანჯრებიანი მწვანე ჩეღებილი შუშაბანდი, სახურავზე ყინულის ლობუები, სახლის წინ დიდი ძველი ჭა, რკინის ჭრიალა ვედროს სახით, რომ ბათრიალები დიდი ძალა მკვიდრდება, თან ისე ხრჭიალებდა, რომ ქუჩას ესმოდა. ცივი წყლით რეცხვისას, როცა ხელები მეყინებოდა, ვარს კვლავებს ვუყურებდი, ჩემს შვილებს, ჩემს მომავალს, ჩემს შემეცნებას. ზურგს უკან ხმა. როდის შემოიტან ოჯახში ფულს, როდის დაიწყებ მუშაობას, ტყუილად გაქვს დიპლომი, ვინც არ მუშაობს არ ჭამს. შეშის ხუმელი რომ დაანთო, აუცილებელია დიპლომი. ძველი პირველი ნამდვილი ლაბორატორია ერთ ძველ ეზოში, ხის სახლსა და ცივ ჭასთან აღმოჩნდა. იცით რა საერთო აქვს ქიმიასა და შეშის ხუმელს? ორივე სიზუსტე უყვარს. როცა გარეთ ყინავს, ჭის წყალიც გაყინულია. შენ კი ქიმიკოსი ხარ ვითომ, რომელსაც ლუკმას უთვლიან, აქ კი სულ სხვა რეაქცია იწყება. მახსოვს როგორ ჩეხავდი შეშას. ყოველ დარკმაზე ვფიქრობდი იმ ფორმულებზე, რომლებიც აუდიტორიაში ვისწავლე. რომელი უნდა ამენთო, ბავშვები უნდა გამეთბო, სადილისთვის წყალი მომეტანა გამერიცხა, ჭაში კი ყინული შედი ითიდო. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა ჩემს დიპლომს ჩაის ფასიც არ ჰქონდა მათ თვალში, ის ჩემს გვერდით იდგა. ამის ვანთებდი იმ შეშასაც და საკუთარ თავსაც, რომ არ გავყინულიყავი. იოლი არ არის დამცირებისა და სიცივის მიღმა ადამიანად დარჩი, რომ შეშის ხუმელის დამთებისასაც კი იცოდე, შენ უფრო მეტი ხარ ვიდრე ეს ნაცარი. ოდა დიახ, შეშის ხუმელი რომ გაახურო, ბუხარი დაანთო და შიგნი არ დაგეწვას. ამისთვის ნამდვილად აუცილებელია ქიმია.